ღამე მშვიდობისა, ბავშვებო. როგორ ხართ? 84 დღე არის დღეს წიგნის კითხვის. მე ვარ ნინო მარკველაშვილი და დღეს ვაკითხოთ ესეთი გიჟმაჟი წიგნი, რომელიც მოთხრობილი არის მოხუც ქალბატონზე, რომელმაც ბუზი გადაყლაპა. წიგნის ავტორი და ილუსტრატორი არის სიმს ტაბაკი. ხოლო წიგნი ეძღვნება პიტერ ნიუელს, რომელმაც whole book-ი შექმნა. იყო ერთი ქალბატონი, მოხუცი ქალბატონი, რომელმაც ბუზი გადაყლაპა. ასრსე არ ვიცი. რატომ გადაყლაპა ბუზი? შეიძლება მოგვდეს. მე მგონი ვიტირებ. ციდან შაყლაპა. ღმერთო. ხო, მაგრამ ეს ხომ ბუზია მხოლოდ. იყო ერთი მოხუცი ქალბატონი, რომელმაც ობობა გადაყლაპა. ბუზი ხო ყავდა? ეხა ობობა გადაყლაპა. და ეს ობობა მუცელში იკლაკნებოდა, იზლაზნებოდა და შიგნიდან უღიტინებდა ამ ქალბატონს. გადაყლაპა ობობა, რომ დაეჭირა ბუზი. მე არ ვიცი, ბუზი რატომ გადაყლაპა. შეიძლება მოგვდეს. იყო ერთი მოხუცი ქალბატონი, რომელმაც ჩიტი გადაყლაპა. რა აბსურდია, ჩიტი გადაყლაპა. ჩიტი გადაყლაპა ობობის დასაჭერად, ობობა გადაყლაპა ბუზის დასაჭერად. მე არ ვიცი რატომ გადაყლაპა ბუზი. შეიძლება მოგვდეს. ვაიმე. იყო ერთი მოხუცი ქალბატონი, რომელმაც კატა გადაყლაპა. წარმოგიდგენიათ? კატა გადაყლაპა. კატა გადაყლაპა ჩიტის დასაჭერად, ჩიტი გადაყლაპა ობობის დასაჭერად, ობობა გადაყლაპა ბუზის დასაჭერად. აზრზე არ ვარ, რატომ გადაყლაპა ბუზი. შეიძლება მოგვდეს. იმედი მაქვს ტყუილი იქნება. იყო ერთი ასაკოვანი ქალბატონი, რომელმაც ძაღლი გადაყლაპა. უკვე სიხარბეში გადაეზარდა ყველაფერი. ძაღლი გადაყლაპა. ძაღლი გადაყლაპა კატის დასაჭერად, კატა გადაყლაპა. ჩიტის დასაჭერად, ჩიტი გადაყლაპა. ობობის დასაჭერად, ობობა გადაყლაპა. ბუზის დასაჭერად. აზრზე არა ვარ, რატომ გადაყლაპა ბუზი. შეიძლება მოგვდეს. მე თვალებზე ცრემლი. იყო ერთი მოხუცი ქალბატონი, რომელმაც ძროხა გადაყლაპა. მე არ ვიცი ძროხა როგორ გადაყლაპა. ძროხა გადაყლაპა ძაღლის დასაჭერად, ძაღლი გადაყლაპა. კატის დასაჭერად, კატა გადაყლაპა. ჩიტის დასაჭერად, ჩიტი გადაყლაპა. ობობის დასაჭერად, ობობა გადაყლაპა. ბუზის დასაჭერად. მე არ ვიცი რატომ გადაყლაპა ბუზი. შეიძლება მოგვდეს. იყო ერთი მოხუცი ქალბატონი, რომელმაც ცხენი გადაყლაპა. ვაი,
თქმა უნდა, გარდაიცვალა. ეს მისი ბოლო აღშამი იყო. სევდით სინანულით აღვივსე. Რაღა დაგვრჩა სათქმელი, მოგვენატრება ძლიერ. სოუსი დააკლდა. დრო არ ქონდა მას კბილების ძაფით გაეწმინდა. ო, რა დანაკარგია. ჩვენი მხატვარიც კი ტირის. მორალი. არასოდეს გადაყვაპოთ ცხენი. აქ ასვენია მოხუცი ქალბატონი. თურმე, ეს იყო ერთი მოხუცი ქალბატონი, რომელმაც ბუზი გადაყლაპა. ხალხური პოემა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც აღმოაჩინეს 1940 წლებში. მაგრამ დღემდე არავინ იცის, ვინ არის მისი ავტორი და ჩვენმა ავტორმა სიმსტაბა თავისებურად გააფორმა ეს ნამდვილი სასაცილო სახალისო აბსურდული ზღაპარი. თუმცა ასევე ამ ზღაპარმა მომაგონა ჩვენი ხალხური ქართული ამბავი. მოდი ვნახოთ ვენახი. შეჭამა ვენახი. მიველნახეთ ვენახი თხამ შეჭამა. მე თხას რო ვეძებთ გელმა შეჭამა. თხა. გელმა თხა, თხამ ვენახი. აქ როგორც იყო, ხო? ჩიტმა ობობა, ობობამ ბუზი. ბუზი რატომ გადაყლაპა, ეს კი არ ვიცი. მოკლედ, ეს იყო და ეს გემში დავებით, ტკბილ ძილს გისურვებთ.